ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთიანი მოსაზრება. ტრამპის კაბინეტისთვის გაუგებარია რის იმედად განაგრძობს ზელენსკი ომს მაშინ, როდესაც სამხედრო მობილიზაცია ძალისა და მუხარის გამოყენებით უწევს. უკრაინის საკითხზე უფრო ვრცლად დონალდ ტრამპმა ხვალ კონგრესში სიტყვით გამოსვლისას შესაძლოა ისაუბროს. ამერიკის პრეზიდენტმა დაანონსა, რომ ყველაფერზე ღიად ელაპარაკებს. უკრაინელი მამაკაცების იძულებითი სამხედრო მობილიზაციის კადრებს ამერიკელები X-ზე ვირუსულად ავრცელებენ. თეთრ სახლში ზელენსკის წარუმატებელი ვიზიტის შემდეგ ეს კადრები დონალდ ტრამპის უფროსმა ვაჟმაც გააზიარა და თავის 14 მილიონ ნახევარ გამომწერს თითოეული ასეთი ვიდეოს ნახვისკენ მოუწოდა. ამერიკული საზოგადოების თვალში ზელენსკიმ თავისი იმიჯი სერიოზულად შელახა, აღნიშნავს ილონ მასკი და წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მშვიდობის ძიების ნაცვლად სისხლისღვრა აირჩია. მსგავს აზრზეა შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია, სადაც აცხადებენ, რომ ტრამპს სურს მშვიდობა. ზელენსკის კი გამარჯვება თუნდაც მესამე მსოფლიო ომისა და ბირთვული კონფლიქტის ფასად. პრეზიდენტი ტრამპი აცნობიერებს, რომ საჭიროა ამ სამწლიანი ხანგრძლივი სისხლისღვრის დაუყოვნებლივ დასრულება. პრეზიდენტ ზელენსკის კი სხვა მიზნები აქვს. თეთრი სახლიდან გამოსულ ზელენსკის ევროპელებმა მხარი დაუჭირეს ომის გაგრძელებაში. პრეზიდენტი ზელენსკი ირწმუნება, რომ თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის იბრძვის, თუმცა რეალურად მის ქვეყანაში სრულიად საპირისპირო ხდება, ისევე როგორც ბევრ ევროპულ ქვეყანაში. ჩვენ გსურს ამ საზარელი ომის დასრულება. მოვალურობაში კი რაც ვიხილეთ, ყველასთვის გამოუგნებელი იყო, რადგან ბუნდოვანია საერთოდ ოდესმე აპირებს თუ არა ზელენსკი პუტინთან მოლაპარაკებებს და ზოგადად იზიარებს თუ არა ჩვენს მიზანს, რომ ომი დავასრულოთ. ორივე მხარეს მოუწევს დათმობა, მათ შორის კიევს ტერიტორიული დათმობები. უკრაინას ნატოს წევრად ჩვენ არ ვხედავთ, რადგან ეს კონფლიქტში ჩაგვითრებს. 28 თებერვალს თეთრ სახლში ყველაფერი მზად იყო იმისთვის, რომ კიევსა და ვაშინგტონს შორის მინერალების შესახებ შეთანხმება გაფორმებულიყო და მშვიდობისკენ ერთი ნაბიჯი წინ გადადგმულიყო. თუმცა ამერიკის ვაჭრობის მინისტრი აცხადებს, რომ ზელენსკი იქ არა მშვიდობის მისაღწევად, არამედ მოთხოვნების წასაყენებლად ჩავიდა. ვიდრე იმ ფიასკოს ეთერში ხილავდით 45 წუთით ადრე ზელენსკიმ უკვე დაიწყო საუბარი, რომ არაფერს დათმობდა. ითხოვდა მილიარდებს და უსაფრთხოების გარანტიებს. ჩვენ კი მათ ამ გარანტიებს არ მივცემთ, სანამ ომია. ასეთი მოთხოვნა სიგიჟეა. ჩვენს პრეზიდენტს სურს მშვიდობა. ზელენსკი კი იქ მშვიდობისთვის არ მოსულა. წარმოსახვით გარიგებაზე იყო მოსული. ამერიკა მას ფულს აღარ მისცემს, თუ კი ის მშვიდობით არ არის დაინტერესებული. დროა გაირკვეს თუ რა ბედი ეწია ამერიკის მიერ უკრაინისთვის გაგზავნილ მილიარდობით დოლარს, ამბობს ილონ მასკი და ეთანხმება მოსაზრებას, რომ უკრაინის ფინანსური დახმარება ფულის გათეთრების გიგანტური ოპერაციაა. FBI-ის ახალმა დირექტორმა კეშ პატელმა კი ამ საკითხის გამოძიების თხოვნით ამერიკის კონგრესს ჯერ კიდევ 2 წლის წინ მიმართა. სად და როგორ იხარჯება ამერიკული დახმარება, ამ კითხვაზე პასუხი უკვე აქვს ცნობილ ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონს. იგი ირწმუნება, რომ უკრაინას შეერთებული შტატების მიერ მიწოდებულ იარაღს საერთაშორისო შავ ბაზარზე ყიდის. 1,5 მილიონი კიევისათვის თეთრ სახლში კამათის შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინასა და მის პრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუცხადეს. ლონდონში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ინიციატივით გამართულ სამიტზე ევროკავშირის ლიდერების ნაწილმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერება მოითხოვა და მიიჩნევენ, რომ შეიარაღებული უკრაინა სამშვიდობო მოლაპარაკებაზე ძლიერი პოზიციით უნდა წარდგეს. ტრამპის ადმინისტრაცია კი ევროპის ამ პოზიციის უკან ომის გახანგრძლივების სურვილს ხედავს.